ნიჭიერის კასტინგების განმავლობაში თქვენ დაუჯერებელი ნომრები ნახეთ. ეს არის ნიჭიერებს შორის საუკეთესო სეზონი. იყო წამები, როდესაც ჩვენ საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებთ. ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ნამდვილი ნიჭიერები. სულ რამდენიმე წამში დაიწყება ის, რასაც მთელი კვირა ელოდებოდა. პირველი ნახევარფინალი. ეს ორშაბათია. ეს ნიჭიერია. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის პირველი ნახევარფინალური შოუ. მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს, ვანიკოს და გიორგის. დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. დიდი მადლობა. ნიჭიერის 5 ძალიან მაგარი კასტინგი და აი მოვიდა ის სამი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი და აი უკვე პირდაპირ ეთერში ნახევარფინალში ხვდებით ერთმანეთს. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად არის ყველაზე ემოციური, ყველაზე მხიარული ცოცხალი აუდიტორია. რა მაგარია, გიორგი, აი ამდენი წელია აქ ვარ. ხო, ყოველთვის ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ნახევარფინალები, მაგრამ წელს განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ წელს არის ნიჭიერთა შორის ნიჭიერი, ანუ უნიჭიერესი. ბრავო, აუცილებლად. ვანიკო, ეს ის მომენტია, როდესაც მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აი ეს ღილაკები, მე მგონი აღარ არის საჭირო, რა სიტყვი? გიორგი, მაგას ისეთი პატრონები ყავს, რომ ზუსტად იციან, როდის გამოიყენებენ, იცი შენ. მაშ ასე მეგობრებო, შევხვდეთ ნიჭიერის ჟიური. რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გუვარანია. ასე აპლოდისმენტები გავაძლიეროთ ნიკა გუვარანია. ულამაზესი და უშენერესი მსახიობი ია პარულავა. მშვენიერებს ია, მოგესალმებით, მივესალმოთ პარულავა. აქტიური და ენერგიული ტელეწამყვანი ნანუკა ჯორჯოლიანი. ასე, აბარა, ახის სიყვარული, აბარა. მივესალმოთ ნანუკა ჯორჯოლიანი. და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, იგივე ჯოლა. დინჯად მოდის აუჩქარებლად, როგორც ყოველდღე. ასე უნდა, აბარა. კარგია, აპლოდისმენტები მეგობრებო, გავაძლიეროთ ლევან წულაძე, იგივე ჯოლა. მოგესალმებით პატივცემულში. ეს შეეული 8 კონკურსანტი გამოვა თქვენს წინაშე და ნიკა, როგორ განწყობაზე ხარ? არაჩვეულებრივზე, მღელვარეზე, როგორც ყველა ლაივზე ყოველთვის, მაგრამ არაჩვეულებრივზე. მგონია რომ საუკეთესო სეზონის პირველ ლაივ შოუს ვნახავთ. ჩვენც ასე გონია, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა ნიკას და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი წარმდგენია ზედაზენი. ვანიკო. ასევე ჩვენი გენერალური სპონსორია ბარამბო, ტკბილი და მრავალფეროვანი.
და პრიზები არ უნდა ვთქვათ, მანიკო, როგორ არ უნდა ვთქვათ? ნიჭიერის გამარჯვებულს დეველოპერული კომპანია Epic Development თავისივე აშენებულ ერთ-ერთ კორპუსში გადასცემს ბინას. ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო ლიდერ ბეთი გამარჯვებულ საჩუქრად გადასცემს ავტომობილს. ლიდერ ბეთი აზარტი ყველა გემოვნების. და დავიწყოთ ახლა თორე გამისკადაგული აღარ შეიძლება. გემოვნებელ ნახევარფინალს გახსნის დისკოს მოცეკვავე იმერეთიდან ჯიმი ზარიძე. ბატონო ოქროს მწყვეალები რო ციო და მართლაც ფილმში მეგონა თავი. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმ წუთებში. ვიყავი პატარა ბიჭი, რომელიც ოცნებობდი წარმატებაზე და ეს წარმატება მომიტანა ნიჭიერმა. ხალხი ცნობს აკისავსენ რომ გავდივარ ქუჩაში და გზავრობის დროსაც, სიარულის დროსაც. იმედია ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც მე ვფიქრობდი და როგორც ფილმებში მთავრდება კარგად ყველაფერი. ჯიმი ზარიძე. को आऊंगा तुझे ले जाऊंगा मैं फिल्म दिखाऊंगा मैं सैर कराऊंगा मैं चोरी से आना चुपके से जाना अच्छी नहीं जिंदगी मुझसे शादी करोगी मुझसे शादी करोगी बोल के पैसा मिलेगा खाने भुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल के पैसा मिलेगा खाने भुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा ऐसे शर्माएगी तो दिल ये जलेगा जो फुटेज खाएगी तो फिर न चलेगा कुछ तो इरादा करे न करे न ज्यादा करे मूड में अब आजा तेरे बेटिंग है फैंस मेरे जलवे से जले आज शमा होके गुमा मेरे खंभे पे गिरे आज यहाँ कितना जवा कोई परवाना बनेगा कभी टिम टिम के चलेगा कोई दीवाना बनेगा कभी गिल गिल को करेगा नाच मेरी बोल के पैसा मिलेगा खाने भुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बुलबुल के पैसा मिलेगा खाने भुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा რუშკა! ბრავო ბრავო, ჯიმი ზარიძე! და რუშკა! როგორ
როგორ გამიხარდი რუსკა? გადასარევი. რო დაგვიბრუნდი, შემო სიცოცხლე. რა კარგია რუსკა, რა მოყვები. რომ გაგიბრუნდით, დიდი მადლობა. ძალიან კარგი. მივესალმოთ რუსკას მეგობრებო. რუსკა დაგვიბრუნდა, რუსკა. აი ასე, გადასარევი ნომერი იყო, ჯიმი ყოჩაღ, ძალიან მაგარი იყო. ეხა რუსკა მიემართება ჟიურის ადგილზე, დაგვიბრუნდა როგორც იქნა. როგორ გამახარე რუსკა რო იცოდე? გავამხრებოთ რუსკა მაგაშვილი. აპლოდისმენტები რუსკას. რუსკა, მოკლედ მე ისე გამეხარდა შენი დაბრუნება. არ მეგონა, ნუ ხალხი კი მეკითხებოდა, სად არის რუსკა, რატომ არ მოდისო, რატო არ იქნებაო, თუ იქნებაო, გვეკითხებოდნენ, მე არ ვიცოდი, მე ისეთი ბედნიერი ვარო. დაბრუნდი, მოკლედ თვალებიდან ცნებლები მომდის, თან ესეთი მაგარისი, ესეთი მაგარისი. დანიჭიერი კიდევ უფრო მაგარი იქნება. რუსკა აქ არის და ბოლომდე ჩვენთან ერთად იქნება. რუსკა მაგაშვილი. ვაიმე. მოკლედ მე პირდაპირ ჟიურის ვთხოვ რომ შეაფასოს ჯიმის გამოსვლა, ნიკა გთხოვთ. მე არ ვიცი ეს რამდენად ჯიმის გამოსვლა იყო სინამდვილეში, იმიტომ რომ ორი სრულიად არანორმალური პერსონაჟი შემოგვემატა საბედნიეროდ. პირველი არანორმალური ჟიურის კვოტით და ეს არის რუსკა, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, პირველი ეტაპის მთავარი აღმოჩენა ამ პროექტის იყო არა რომელიმე ნიჭიერი, არამედ ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი. დიდი მადლობა. და ნუ არანორმალური წამყვანების კვოტითაც ნიკა გრიგოლია. იყო ძალიან მაგარი. მე მაყურებელმა მინდა ამას ყურადღება მიაქციოს, რომ ვიცოდეთ რა ბედნიერები ვართ ჩვენ ყველანი. მე როგორც დირექტორი კი არა, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და მაყურებელი, რა ბედნიერები ვართ, რომ არსებობს ისეთი ფანტასტიკური გუნდი, რომელსაც ქვია რუსთავი 2. იმიტომ რომ ამ ყველაფრიდან თუ ამ ნომრიდან თუ იმის გაკეთება იყო შესაძლებელი, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, სრულიად წარმოუდგენელი იყო და იქნებოდა ყოველთვის, მაგრამ არაფერი წარმოუდგენელი არ არის რუსთავი 2-ზე. გიორგი დემნა, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადამიანები, ტელევიზიის მარტო კი არა, ამ ქვეყნის ისტორიაში, მისი ხარისხიანობის ისტორიაში ძალიან მაგრები ხართ. ყველა ვინც ნიჭიერზე მუშაობს და მიშა, რომელიც ცეკვებს დგავს, აი ეს ყველაფერი იყო არანორმალურად მაგარი, სინამდვილეში სისულელე იყო, უშინაარსო, მაგრამ საყურებლად იყო ფანტასტიკური. ყველაფერი იყო ეს შენი მონაწილეობით გილოცავ ამას ჯიმი. გილოცავ ჯიმი. დიდი მადლობა ნიკა და ია, თუ შეიძლება. პირველ რიგში მე იმას ვიტყოდი, რომ ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ჟიური ისევ ძველი შემადგენლობით არის და გამგები გამიგებს და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი შედგა. რაც შეეხება შენ, ჩემო ჯიმი, ეხლა აი რუსკამ კიდევ ერთხელ გადაგარჩინა, იმიტომ რომ რა ნომერიც იყო დადგმული, ეს იყო საოცარი სანახაობა. შენი მოძრაობები აბსოლუტურად იგივე იყო, არაფერი არ შეცვლა, აბსოლუტურად ზუსტად იგივე საკეთებდი. უბრალოდ იყო დადგმული ძალიან მაგრა და ვნახოთ ეხლა შენ უკვე რუსკას რჩეული ხარ და ეხლა ხალხი თუ გადაგარჩენს უკვე არ ვიცი. მადლობა ია, ნანუკა შენც მითხარი რამე თუ შეიძლება. მოკლედ მე ვფიქრობ დღეს პირველად რომ რუსკამ სწორი ქნა ოქროს ღილაკს რომ დააჭირა. პირველად ვამბობ, იმიტომ რომ ეს შოუ უნდა გვენახა. რატომ მაგრამ მომზადებული მქონდა ხელი წითელი ღილაკი. ეს შოუ უნდა გვენახა. აი ეგრე მქონდა მომზადებული ხელი, მაგრამ ძალიან მაგარი შოუ იყო, ძალიან მაგარი სანახაობა იყო. ავთანდილ, მე გისურვებ რომ ყველა ოცნება 100 აუსრულდეს ყველას, როგორც შენ რუსკა მაგისრულა. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს შევახსენებ, ეს ის ადამიანია, რომელმაც რუსკა დაგვიბრუნა ნახევარფინალზე და წარმოგიდგენიათ ფინალზე რას იზამს. ამიტომ დაურეკეთ მას ნომერზე 0-933-301. გამოცილოს სცენიდან ჯიმი ზალიძე. და გიორგი, ახლა გადავიდეთ ბარამბოს ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკა, როგორ ხართ? რა ხდება მან? აი ესე გავმაგრდი მე ბარამბოს ოთახში და ვინ მეყოლება ამ ძალიან გემრიელ და ტკბილ ოთახში თუ არა ძალიან ტკბილი ბიძიები და ბაბუები კიცხიდან.
ანსამბლი ოდილა. ისინი მოემართებიან სცენაზე, იქნებიან შემდეგნი, ვისაც იხილავთ და არაჩვეულებრივ სიმღერას მოისმენთ. როგორ ბრძანდებით, ჯერ ეს მითხარით, მზად ახართ? გადასარევად ვართ მომზადილი. მომზადილი ვართ არაჩვეულებრივად. ისიც რა, როგორც მინდა გითხოთ, გთხოვოთ რა. ერთი წუთი ხომ არ შეგიძლიათ დამითმოთ, რომ მომისმინოთ. მეც როგორ არა, მისმენ კაცო? მაქვს და იქნებ ჩემი თავი გენაცვალოს, კაცო. ჰაი-ჰო! მიღებული ხარ უკვე, მიღებული ხარ. არა? მიღებული ხარ უკვე. ნუ მოკლედ, თუ გსურთ ანსამბლ ოდილას არაჩვეულებრივი სიმღერა მოისმინოთ ფინალში, მაშინ დაურეკეთ მათ 099993 დაულეკეთ ამ ნომერზე თუ გსურთ მათი მოსმენა ფინალში თუ არა და ჩემი ყროყინის მოსმენა მოგიწევთ. ასე რომ ისინი მოემართებიან სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. ენა სოსოს ფაქტია. მეცადინობაზე მივდივარ. ოპედიციას უნდა შევიდოთ. სტუდიო შეშაქვნა დასაჭ. ანები ახლა მაგის შეკი სამი და გამოიწამოდი. ამოთა ლაპარაკი არ მჭიდები ერთ ჩამოული ერთ რიაზე ცხოვრობს ყველა. ფორმა შეიცვას, ფორმა. ამა შევიდოთ რომ იქ მალე მომჭეთ. ზერ უარი თქვენს რომ დავანებოთ თავი რაღაც დრო ჩვენ ნიჭიერია რაღაც დრო ჩვენი გამოსვლა არის. მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი და ბოლოს მაინც ჩავდეგით ინფორმაცია რომ თქვით რომ წავიდოთ. რაც იქნება. გავაკეთებთ, არ გავაკეთებთ და ვერ გამოსახოთ. ერთმანეთს არ გიყალატია იმისათვის რომ ეს სიმღერები ჩვენ ბოლომდე გვესწავლოთ და დაგვეწევებინა სოფლისათვის, საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისათვის. ანსამბლი მოგესალმებით. რერო არ ჩამოვალა თბილისში. რერო რომ ჩვენ არ მეგულებოდეთ რერო. აბარერო რანინა მოდა. რერო შევიდა ქვევით კიცხია. რერო ჩვენ არ ვართ გასაკიცხია. რერო აბარერო რანინა მოდა. რერო კაღმა გამოღმა ხრეითი. რერო ასლეიცე პაკეიფი. რერო აბარერო რანინა მოდა. რა კარგია თქვენთან ყოფნა ხიარული ცხოვრებაო. ვინც ასრობობს ისერია ჩვენ მისთვის არ გივერია. რა კარგია ეს დროება სულხეიფი დროსტარება. ამ შენიერ მარიამას სულ უმღერებ ჩარირამას. ეს გამთელა აყლაყურდა რა დამსება აყურდა. ალბათ შეუყვარდა ლუცა გასერხომში თავის ქუცა. ეიმეი ვერავრანულეი ვინც აგილად გამპატიებს მისი გირიმეი. ეიმეი ვერავრანულეი ამაღამ შენთან მოვდივარ თენი გირიმეი. მივდივარ მოვდივარ ამირინეს ბაღში. ორერთი მაგოცნინე მაგიუჯუნა თვალში. გიგი ბაჩუჩებს შაგიგოცნი მაგდუჩებს. გიგი გამაშებს შენ მოვდი მამაშებს. რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორამდარი რინდამდორა რინდამდორა Hey, alalo, hey, alalo, hey, alalo, hey, alalo, hey, alalo, hey.
აქ მოგბრძანდით, თუ შეიძლება თქვენს შუაში ჩავდგებით ჩვენს. ერთი ჩაგეხუტებით რა. აბა, რა ვარი ბიჭები ვართ, ჰა? თხოვთ ჟიური შეაფასოს ნიკა, თხოვთ. მე გულწრფელად რო გითხრათ, ეს სიმღერა პირველად არ მოვისმინე, მიყვარს ეს სიმღერა ძალიან, რამდენიმე წლის წინ ამავე სცენაზე ვუსმინე. გიორგი უშიკიშვილის გაკეთებული ტური იყო ასევე X Factor-ში, ინდირა ჯგერნაიამ ღერდა გიორგისთან ერთად. ძალიან კარგი სიმღერაა ჩემი აზრით. ძალიან საინტერესოა საერთოდ იმერული ფოლკლორი, ქალაქური მოტივებით, მრავალხმოვანებით, ძალიან მელოდიური, აი ესეთი ცოტა ბურლესკური, ესეთი ხუმრობებით, საინტერესო მელოდიითაც მათ შორის. მე მგონია რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო, მე მგონია რომ დაამშვენებდა ნებისმიერ ძალიან მაღალი დონის კონცერტს და უღრმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ესეთ დიდ სიამოვნებას გვანიჭებთ. დიდი მადლობა. ჭოლა გისმენთ. მე ვახ თქვენ გენაცვალეთ რა. ამას გეტყვით პირველ რიგში. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ. გენაცვალეთ. აი პირდაპირ ეხლა აი მეოთხე და მესამე ჭიქას შორის გავჩდი უცებ. აი გათავარ და შოკოლად შორის. ჩვენს მანდ ვართ, ჩვენს მანდ ვართ. შეურცხეს ნამუსი ვის თქვენ არ დაგირეკოთ და არ დაიმაგრებთ. გესმით? და რუშკა. რუშკა, გითხარი 2.20 თქვა. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთს ვიტყვი, რომ თქვენ თითოეული თქვენთაგანი გულზე მედებით როგორც მალამო. ძალიან დიდ პატივს გცემთ და ძალიან მიყვარხართ და ყველა მინდა რომ იყოს ჩემი ბაბუები. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მიმართავ, თუ თქვენც ასევე ფიქრობთ როგორც ჟიური და ჩვენ აუცილებლად დაურეკეთ ამ უნიჭიერეს ადამიანებს ნომერზე 093003302. ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ ანსამბლი ოდილა. და აქვე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი მხარდამჭერია East Point-ი. East Point-ი შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქი, ქალაქის ცენტრიდან 12 წუთში. East Point-ი საჩუქრად გადასცემს გამარჯვებულს ხალხის რჩეულს 500 ლარიან ვაუჩერს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ East Point-ის ნებისმიერ ობიექტში. ხო და ეხლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. რა ხდება ნიკა შენთან? ანიკო, ჩემთან ხდება სილამაზე და მშვენიერება. ნახეთ, როგორი ლამაზი გოგონები არიან ჩემთან ბარამბოს ოთახში და ძალიან არ მინდა მათი სცენაზე გამოშვება, თუმცა რა ვქნა, ეს ძალიან უნდა გავაკეთო. ძალიან ელოდები თქვენ მათ, ვიცი? მოდი, Swaggers გოგონები აქ არიან და სახელები გითხარით თქვენი. ელენე, ანი, თეონა, ანანო, კეთი, მარი, მაგდა და ისინი არიან Swaggers. თუ გინდათ ამ ლამაზი გოგონების ნახვა ფინალშიც აუცილებლად უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 093003303. Swaggers, ისინი მოემართებიან თქვენთან სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. ასეთი საცეკვაო ნომერი ამ შოუს არ ახსოვს, ძალიან მაგრები იყავი. ყველა დარბაზში შეხვდით აბსოლუტურად ერთმანეთს და ცეკვა გაგვაერთიანა. დარბაზის გარეთ ვართ საუკეთესო მოგავრების სულ ყველა. ყველა ინდივიდუალურია რა, აი, აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან. ყველას გონი ვართ სხვანაირები, სწერვები.
ფინალის ნომერი ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება. გამორჩეულია ყველა ნომრისგან. Exciting. Swaggers! Sweet dreams in motion, feelings take over. Memories would open, summer keeps calling. Brave heart, show me what you got, gotta show me when the beat drops. Brave heart, show me what you got, gotta show me when the beat drops. Ich need sun kaisu. ასეთი უნდა ცეკვა გიორგი მომწანდით გოგოებო ძალიან მაგრები ხართ ძალიან მაგრა ძალიან მაგრები წინავდით ჟიური შეაფასეთ ეს არაჩვეულებრივი გოგოები ნიკა გთხოვთ მე მგონია რომ არ არის სწორი რომ მარტო გოგოები დარჩნენ იმიტომ რომ სვაგერსი ბიჭებიც ყოფილან გაფართოვდნენ გამრავლდნენ მე არ შემცდარ ვარ პირველ ტურში როდესაც ვთქვი რომ ასეთი საცეკვაო შოუ ჩვენ ამ შოუს ისტორიაში არ გვახსოვს მე ვფიქრობ, რომ ეს ნომერი განსაკუთრებით იყო ძალიან მაღალი მსოფლიო კლასის ნომერი და მე ვიცი, რომ ეს არის პირველ რიგში მოცეკვავეების დამსახურება, მაგრამ მინდა მივესალმო იმ ადამიანს, ვინც ამ ნომრებს აკეთებს, მიშას. მიშა! რომელიც ჩემი აზრით არის ქართული ესეთი კონტემპორარი ქორეოგრაფიის ამომავალი თუ უკვე ამოსული არა ვარსკვლავი ძალიან მაგარია უმაღლესი ხარისხია და მე მინდა მაყურებელს ვთხოვო რომ აი ეს არანორმალურად კარგი და რაც მთავარია კიდევ ერთხელ გაუსვავ ხაზს მსოფლიო კლასის სანახაობა აუცილებლად უნდა ვნახოთ ფინალში მოგიწოდებთ რომ დაუჭიროთ ხარი გოგოებს და ბიჭებს ნიკა და ფეხზე იდგა რუშკას და მაინტერესებს რუშკა რას გვეტყვის? იცი რა არის გარდა იმისა რომ ძალიან მაგრად ცეკვავთ გოგოებო და საოცრად ლამაზები ხართ კიდე მთავარი რაც არის ის რომ
ენერგია მოდის და ხასიათი და არტისტულობა, რაც მოცეკვავისთვის ყველაზე მთავარია. შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს ისე ითამაშოს სახით, რომ არ ჩანდეს ფეხებით, ხელებით რასაკეთებს. ეს ყველაფერი ერთად გაქვთ. ჩემი ოცნებაა, რომ იყოთ ფინალში. ძალიან მაგრები ხარ. აბა. მადლობა რუსკა, ია, შენს გითხარი რაღაც. მართლაც ესეთი ნომერი ნიჭიერის სცენას არ ახსოვს. აი ესეთი mixed სტილი, სხვადასხვა სტილი, ძალიან ნიჭიერები ხართ. რა შეიძლება კიდევ ითქვას, რომ გიყურებდით თავი, მეგონა სადღაც რაღაცა ლას-ვეგასის შოუში ვიყავიან, ნიუ-იორკის ბროდვეის შოუ იყო, იმიტომ რომ უნიჭიერესები ხარ და ბოლოს და ბოლოს უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვარ და ჩვენ შეგვიძლია არა ისე როგორც ისინი აკეთებენ, არამედ კიდევ უფრო უკეთესადაც. მადლობა ია, ნანუკა გითხარით თქვენს. ერთადერთს დავამატებ, რომ თუ კიდევ დარჩა ტელეეკრანთან ისეთი ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, რომ ეხა დაამესიჯოს. დარეკოს. მესიჯი არა მეგობრებო, დარეკვა. დარეკო. ხო, ნუ მაგბაპაწიეთ, ეს ჩემი და ეს ჩემი. მოკლედ, ძალიან გთხოვთ, დაურეკეთ ამ გოგოებს, იმიტომ რომ ძალიან მაგრები ხართ და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში. აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში. ძალიან მაგრები. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს. თხოვნით მიმართავთ ყველანი რომ ეს ძალიან მაგარი გოგოები მოხდნენ ფინალში. ამისათვის უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის აბონენტებმა დარეკეთ ნომერზე 0-933-303. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. ჯგუფი Swagers! და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე და პირველი სესხი 500 ლარი 0%-ად. აი ესეთი ამბავია და ეხლა მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი თანაწამყვანი, რომელიც კრედიტონის ოთახში კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად იმყოფება. ეს გახლავთ ლიკა ქორქია. ლიკა, მოგესალმებით. მოგესალმები, ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად მოგესალმებია. მიხარია რომ აქ ჩემთან ყველაზე მაგარი ემოცია, რადგან კრედიტონის ოთახში ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრები შეიქმნენ, რომლებიც მთელი ძალით ამხნევებენ და გულშემატკივრებენ მათ. გესმით შესაძლებლობის შესაბამისად შეხედავთ ამ პლაკატებს, ასე რომ დროა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უგულშემატკივრებენ მეგისა და გიორგის. ასევე მოსიარულე დრამერებს და ნინო წულაიას. თქვენ ამ სამ კონკურსანტს ნიჭიერის სცენაზე ძალიან მალე შეხვდებით. მე კი რა თქმა უნდა კრედიტონის ოთახიდან დაგებრუნდებით სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. დროებით. დიდი მადლობა ლიკა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს iMovies-ის ინტერნეტ ოთახი, სადაც თქვენ რეკლამის დროს შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ ინტერვიუები გასულ და მომავალ კონკურსანტებთან. ეს ძალიან ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ, უნდა შეხვიდეთ iMovies-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ მოცეკვავე წყვილი გიორგი და მეგი. რამსკულის მოსიარულე დრამერები. მომღერალი ნინო წულაია. ველაზე სექსუალური მოცეკვავე ება. ოქროს ღილაკის მფლობელი გენადი ტკაჩენკო-პაპი. ველაზე მთავარი რას გადაწყვეტს მაყურებელი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ მოხდება ნიჭიერის გრანდიოზულ ფინალში? და ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარდგენია ზედაზენი. აბარავანიკო. ხოლო გენერალური სპონსორია ბარამბო, მუდმივად სიახლეზე ორიენტირებული ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს აირჩევს ჩვენი წარმდგენის ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში და გავიგოთ ვინ ემზადება გამოსასვლელად. ნიკა. ნიკა.
იკა როგორ ხარ? ვანიკო, ვიდრე გეტყვით ვინ ემზადება შემდეგი გამოსასვლელად სცენაზე, მე იქამდე უნდა გითხრათ ბარამბოს ძალიან სასიამოვნო სიახლის შესახებ. უგემრიელესი შოკოლადი დოლჩე, აი ესეთი ლამაზი და გემრიელი და ლუგანო მიწის თხილით და ქიშმიშით. გელოდებას თქვენ, ამიტომ მიირთით ძალიან გემრიელი და ძალიან მაგარია შოკოლადები და სხვა შორის თქვენთვისაც მაქვს ძალიან კარგი იდეა ვანიკო და გიორგი. შეგიძლიათ გადაერქვათ სახელები რაღაცნაირად უკვე გიორგი და ვანიკო და დაერქვათ დოლჩე და ლუგანო. უფრო კარგად ჟღერს მე მგონი, ხო? ამასობაში კი უნდა გადავიდეთ შემდეგ კონკურსანტებთან, ვინც გამოვლენ სცენაზე. ესენი არიან გიორგი და მეგი. როგორ ახართ, ჩემო მეგობრებო, მითხარით თუ ხართ მზად და რას ცეკვებთ დღეს? დღეს ვცეკვებთ თიულურ სატრფიალოს. აი ასე, მთიულური სატრფიალო, ნამდვილი ცეცხლი დაინთება სცენაზე, ისინი მოემართებიან და აუცილებლად უნდა დაურეკოთ ნომერზე 0903 300 304. ეს არის მათი ნომერი, თუ გსურთ მათი ნახვა ფინალში. მოემართებიან ისინი სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. მაყურებელს უთხრა რომ ერთი წამით ყველამ დახუჭეთ თვალი და შეიზღუდოთ სმენად. მე ვფიქრობ რომ ეს არის ნიჭიერი. მშვიდობის გიო მესამიზე გამოგივლიდა მზად იყავი. მე და მეგი ურთიერთობთ უფრო ტელეფონით, როდესაც რეპეტიცია გვაქვს და მეგის ან რეპეტიციის მოწერა უნდა სადმე უთავ ნახო ან რაღაცა მომწერს, მე ეს პროგრამა მეხმარება რომ ნახო. არ ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ როდესაც მე ვაგვიანებ, გიორგი მიბრაზდება. აქ არის ერთი ხე და ერთი სკამი. ჩვენ წინ არის ლამაზი ხედი, არის მდინარე და ბევრი სახლები. ზეც ჩანს მთებთან ახლოს. ლამაზი ხიდები დაფრინავენ მდინარის თავზე. ჩვენს უკან და მდინარის იქეთ არის გზადა და მანქანები დადის. არ ვიცი როგორ გამოდის ცეკვა, მაგრამ ის ვიცი რომ ცეკვა ძალიან მომეწონა და გავაგრძელებთ იჭერის შემდეგ. გიორგი და მეგი.
ბრავო. აი როგორი ქართული სული დაატრიალეს. ჩემი ფავორიტი წვილია ჟიური ფეხზეა, დარბაზი ფეხზეა და გთხოვთ შევაფასოთ ნანუკა, გთხოვთ შეაფასოთ ეს არაჩვეულებრივი. მე ძალიან ველოდებოდი თქვენ ნომერს. მართლა მაინტერესებდა, იმდენად შთამბეჭდავი იყო პირველი ნომერი, რომ მართლა მაინტერესებდა დღეს რას ნახავდით. მეგი, მიუხედავად იმისა, რომ მე ნანახი მაქვს, როგორც ეყვავს სმენა შეზღუდული ადამიანი, მაინც შოკში ვარ, როგორ მოახერხე ეს შენ დღეს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ამოვარდნა არ გქონია. ძალიან მაგარი გოგო ხარ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ დამატებითი ნერვიულობა თუ აჭირდება, მოკლედ ძალიან დამატებითი ღელვა ახლავს ამ ყველაფერს, თან უნდა ითვალო სპეციფიურად. საოცრებად გააკეთე, მეგი, შენ ხარ საოცარი გოგო. ყველაზე ლამაზი თვალები ხარ თუ ვინმეს ყოლია. ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ თუ როდესმე მინახავს და ძალიან ლამაზი ხარ, ეს ისედაც იცი და გიორგი, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ, ძალიან მაგარი ბიჭი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოთ. თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ნიჭიერში კიდევ ბევრჯერ გნახავთ. ოლა გთხოვთ თქვენ შეგვაფასოთ. მეგი შვილო, საოცარი რამე ხარ. მე რამხელა მუსიკალობაა დაგროვილი შენში. ესე იგი, გაოცებული ვარ მართლა და აი სიტყვები არ ამყოფნის. ბაბნო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. გენაცვალეთ ჩემო გულფასებო. ძალიან კარგები ხართ და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის. მეგი მაყურებელს მივმართავ თუ გსურთ რომ ეს არაჩვეულებრივი წვილი იხილოთ ფინალში. ეხლავე დაურეკეთ, მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დარეკეთ ნომერზე 09300 304. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ მეგი და გიორგი. და მე მინდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს უთხრა, რომ ნიჭიერის დღიურები შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველ ორ შაბათს გაზეთ პრაიმ ტაიმში და გიორგი, ახლა უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ დიმა ობოლაძესთან, რომელიც იმყოფება რუსთავიორის ეზოში და ძალიან საინტერესო ნომერს გვიმზადებს. დიმა, როგორ ხართ? გამარჯობა. როგორ ხარ, დიმა? გამარჯობა, ძალიან კარგად, ძალიან მიხარია, რომ ისე ვარ ნიჭიერის მონაწილე, ვინაიდან ეს სეზონი მე მგონი ყველაზე კარგია, ავი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ესეთია. ანიკო, მოგესალმები, გიორგი, მოგესალმები. ჩვენც მოგესალმებით. ჩვენს ჟიურის მოგესალმები, რა თქმა უნდა, მაყურებელს, რომელიც მანდარი დარბაზში და ჩვენს ტელემაყურებელსაც. ჩვენ რუსთავი 2-ის ეზოში ვიმყოფებით, სადაც ჩემს უკან არიან განლაგებული საოცარი ადამიანები, დრამსკულის მოსიარულე დრამერები, რომლებიც დღეს ცეცხლს დაანთებენ გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა. მე მინდა ვკითხო მათ, მზად ხართ ბიჭებო? ამაზე კარგი პასუხი ალბათ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ეხლა ვნახოთ ვიდეო და შემდეგ დავიწყებთ ნომერს. ზა ხანდახან მიწევს მკაცრის გამოჩენა. შენი ხმა რატომ ამესმის? ჯოხები დავჩამთ. მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა. არ იქნება არც სინქრონი, არც რითმი, არც საქმე არ გაკეთდება წესრიგად. 50-ს შეაგდებ ყოლაბაში. ჩვენთან ჯგუფში არის შემოტანილი ჯარიმების სისტემა. იმისთვის გავაკეთე ეს, რომ ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა ჯგუფში და საქმე კარგად გაკეთდეს. ამ ჯარიმებით მე ვყიდულობ ახალ ინსტრუმენტებს და უფრო ვანვითარებ ჩვენ ნომრებს. ლუკა კიდე ხუთჯერო დააგვიანებს ახალ ინსტრუმენტის გვექნება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში განვითარდეს დასარტყამი საკრავების კულტურა. ჯარიმა 5 ლარი, всё, შენ ისედაც 3 ლარი გაქვს ჯარიმა.
აი ესეთი დისციპლინაა ჯგუფში 0 903 305 ეს გახლავთ მათი ნომერი ახლა კი მოუთმენთ ველით სწორედ აი ამ ადამიანების ნომრის დაწყებას მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ მაშასე დაასრულეს ოსიარულე დრავერებმა თავიანთი ცეცხლოვანი ნომერი მე მგონი რომ ოვაციები გამოიწვია დარბაზში კმაყოფილები ხართ ძალიან ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვართ და ეხლა ველოდებით რა საკვირველია ჩვენი ჟიურის შეფასებას რომელი ჟიური გინდა შენ მიდიხარ ყველა უნდა გითხრათ მიდი დაიწყეია მადლობთ ძალიან მაგარი ანსამბლია დრამერების ძალიან დიდი მადლობა თქვენ აი ესეთი საოცარი დისციპლინისთვის რომელიც თქვენ დაამყარეთ თქვენს ბენდში იმიტომ რომ ეს ეტყობა რომ გარდა იმისა რომ თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მუსიკოსი აქ დისციპლინა და ხელით სიგრძნობა დიდი მადლობა რომ აი ესეთი ცეცხლი დაანთეთ ის რუსთავიორის ეზოში და ამდენი კამერები გიღებთ, იცით? ჩვენი კამერები, სხვა კამერებიც და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. და აი ყველა ვნახოს, რომ ჩვენთან ზეიმია. მადლობა ია. რუსკა. მე ძალიან მომინდა ახლა ამ წამს რუსთავიორის ეზოში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიცეკვებდი, ძალიან დიდი რითმი შემოიტანეთ, ძალიან დიდი დრაივი შემოიტანეთ და ძალიან მაგრები ხარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გიხილავთ კიდევ დიდი ხანი ნიჭიერის სცენაზე თუ რუსთავიორის ეზოში, სადმე? სცენადით საერთოდ რუსთავიორის ეზოს ნიჭიერის წყალობით. განვაგრძოთ ლევან. მე შევერთები ჩემი კოლეგების სასა და პირველ რიგში მინდა მოულოდოს აი ყველაზე უმცროსები ვინც არიან მან რომლებიც არ ვიცი როგორი დრამერები გამოვლენ მე რა სიმაღლეებს მიაღწევენ მაგრამ ერთი აი შეგენა რო იღიმება იმას მაგრამ ვიცი რომ
ეს იქნება კარგი ადამიანები, იმიტომ რომ მათ ესმით რა არის ანსამბლური გუნდის, ჯგუფურის შეგრძნება, მეგობრის კლავის შეგრძნება და ამიტომ მე რო შვილი ბიჭი მყავდეს და ასაკობრივად შეფერებოდეს, შევიყვანდი აუცილებლად დრამ სკოლაში. მათ გოგოებიც რო არიან ჭოლა. ნანუკა გისმენთ? მე მომწონს ის ცეცხლი, რასაც ეს ადამიანები ანთებენ, რომელსაც ეს ადამიანები ანთებენ. მე მომწონს იქ რომ აქ არიან პატარები, მოზარდები, დიდები, აქ არიან გოგოები, ბიჭები, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი სანახავი. სუქნები, გამხთრები და მოკლედ ძალიან მაგარ ცეცხლს ანთებთ და მე ვფიქრობ რომ წინ კიდევ ძალიან მაგარი სანახაობა გველოდება თუ ადამიანები დარეკავენ და დარწმუნებული ვარ რომ დარეკავენ და გარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მაგარი შოუ გველოდება წინ. ამიტომ მე გველოდები თქვენ კიდევ შემდეგ ტურში. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა და ნიკა გისმენთ. შემაჯამებელი ასე ვთქვათ. პირველ რიგში მოგესალმები შენ, მიხარია რომ შოუს დაუბრუნდი. მიხარია. მე გულწრფელად გეტყვი ძალიან მიყვარს ის ასე ვთქვათ სტილი თუ ის ხელოვნება, რომელსაც ეს ადამიანები ემსახურებიან. არაერთხელ მინახავს უკეთესიც, უნდა ვთქვა, მაგრამ მესმის რომ საქართველოში ეს ყველაფერი ახლა იწყება, ეხლა იწყებს განვითარებას. რა თქმა უნდა ძალიან ბევრია სამუშაო, მაგრამ მივესალმები იმას, რომ ეს ძალიან საინტერესო სახეობა ხელოვნებისა ჩვენთან შემოვიდა და მოვახდენ ჩემს ცხოვრებაში როგორც ჟიურის წევრი პირველად მოვახდენ მეზობელი ჟიურის წევრის ციტირებას. მან ირგვლივ ბევრი კამერებია და არა მხოლოდ ჩვენი ნამდვილად ფარულავას ციტირებას ვახდენ და ხედავდნენ როგორც თქვა ფარულავამ რომ ჩვენ სეზონში ზეიმია. მართალია, ანტადესია, დიდი მადლობა ნიკა. თქვენ კი თუ გსურთ რომ ეს შესანიშნავი გუნდი მოსიარულე დრამერები იხილოთ ფინალში, დაარეკეთ ნომერზე 093-300-305. დიდი მადლობა დიმას, დიდი მადლობა დრამერებს და ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ ბარამბოს ოთახში ნიკა გრიგოლიასთან და ნიკა ვინ ემზადება, რომელი კონკურსანტი ემზადება გამოსასვლელად? ვინ და ნინო წულაია ემზადება, შემდეგი მას ვიხილავთ სცენაზე და ეს არაჩვეულებრივ სიმღერას მოვისმენთ, რაც მთავარია ის იმღერებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და ეს ძალიან დიდი პატივია, ხო ასეა? მითხარი, ხომ არ ნერვიულობ? ცოტას კი. ნუ მოკლედ ჩვენ ყველა გამხნევებთ და აბა შენიცი. გითხარი შენი ნომერი? 093-300-306. ეს არის უმშვენიერესი და უნიჭიერესი ნინოს ნომერი. თუ გსურთ მისი არაჩვეულებრივი სიმღერის მოსმენა ფინალშიც, აუცილებლად დაურეკეთ ამ ნომერზე. ნინო მოემართება სცენაზე, იქამდე კი ვნახოთ ვიდეო. ცხოვრობ ფოთში დედა და ძმასთან ერთად, მამა უკვე წლებია რუსეთში იმყოფება. ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. რადგან ოჯახიდან ვარ წასული, სხვა ქალაქში ვარ სტუდენტი, დედა რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობს და როდესაც თავისუფალი დრო აქვს ხოლმე ყოველთვის ჩამოდის ჩემთან. დედიკო რა არის ამ სიცივეში ერთი და იგივე კითხვები აქვს დღეს რა ჭამე. რა არის ეს ტბები ასე რომ ფილათ უნდა მეცვას რა თქმა უნდა, რაღაც ესე დახურული სვიტრით, რო არ გავცივდე სულ ამის შიშია. შეხედე რა ტიტველი დადის. გაცივდება და მე არ გაცივდება. ჩემი ნახევარ ფინალში ყოფნა ჩემი მშობლებისთვის უკვე ჩემი გამარჯვებაა. ჩემი გამოსვლა მოგეწონა? ძალიან ვარ. ყოველი ჩემი წარმატებული გამოსვლა სცენაზე მათთვის არის უდიდესი სიხარული. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და ნინო წულაია. Cuidore le mare luce
che la notte era in America. Tu voldi vedi la tua vita come una scia nelica. Ma sì è la vita che finisce, ma non ci penso poi tanto. Accesa estiva già felice e le comincia il canto. Ti voglio bene, ma tanto bene che scioglie sangue ბრავო! დიდი მადლობა ნინოს. ჟიურის 4-ვე წევრი ნიკა, ია, 5-ვე წევრი ბოდიში რუსკა, ნანუკა, ჭოლა ფეხზე დგანან. დიდი მადლობა ორკესტრს, ძალიან სასიამოვნო იყო ერთად ეს ყველაფერი მოსასმენად. გთხოვთ ჟიური შეაფასოთ. ნიკა. ჩემი აზრით ის რასაც ჩვენ მოусმინეთ იყო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღის საუკეთესო ნომერი. შესანიშნავი შეფასება. ნინო რომელიც სრულიად გამოუცდელია, რომელიც ეხლა იწყებს მოძრაობას დიდი მუსიკის სამყაროში, არის არამხოლოდ ძალიან ნიჭიერი და ის არის ძალიან ნიჭიერი, მას აქვს არამხოლოდ აქვს ძალიან ლამაზი ხმა და ნამდვილად აქვს ძალიან ლამაზი ხმა, აქვს იდეალური სმენა ასევე, იმიტომ რომ არც ერთი დეტონაცია არ ყოფილა, რაც ძალიან მარტივად ხდება საოპერო შესრულების დროს და განსაკუთრებით ხდება ეს ყურს, იმიტომ რომ კაფიო ნოტები არის განსხვავებით სხვა ტიპის შესრულებებისგან, მაგრამ ნინო ყველაფერ ამასთან ერთად ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის გამორჩეულად გემოვნებიანი შემსრულებელი. ნამდვილად. იმიტომ რომ მან შეძლო ამ სიმღერისგან არ გაეკეთებინა საოპერო არია და გაევლო რაღაცა აი შუა ხაზზე რაღაც საოპერო შესრულებასა და არასაოპერო შესრულებას შორის, რაც ჩემი აზრით ასეთ ტიპის შესრულებების დროს არის ყველაზე უფრო რთული რამ. სახიფათო გზა არის. სახიფათო გზა არის ნამდვილად. ეს არ არის, რა თქმა უნდა, საოპერო არია და საოპერო ხმით ესეთი ტიპის ნაწარმოებების შესრულება ყოველთვის ძალიან სახიფათოა ჩემი აზრით. გადამლაშება ხდება როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მომხდარა, ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე უფრო რთული ამოცანა ამოსახსნელად და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნინო წულაია აუცილებლად, ხას უსვამ, აუცილებლად უნდა ვნახოთ ფინალში. დიდი მადლობა ნიკა და ჭოლა გისმენთ. მე შევერდები ნიკასაც და გარდა იმისა, რომ წულაია ხარ და მე წულაძე ვარ და ასე კიდაც სიყვარული აგიხსნათ ახლა მამა თქვენის მაგივრად. აბა! ფეხზე ავდგენ. მამა შულურად ვარ. ერთ წუთ, ნახევარ წუთს აგართმევთ. ეს არის ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ეს არის ლუიჯი პირანდელოს სიტყვები. ერთხელ ღმერთმა გადაწყვიტა გადაეკეთებინა სამყარო, გამოესწორებინა ყველა შეცდომა და ყველა შეცოდება გაესწორებინა დედამიწაზე. და გადაწყვიტა ეკითხა პირველი შემხედრისთვის, რა ვქნაო, როგორ გამოვასწორო ყველაფერი. ისე მოხდა, რომ ეს პირველი შემხედრი მე აღმოჩნდი. მე ვთხოვე ღმერთს, რომ
გაერთიანებინა ყველაზე ლამაზი მთები, ყველაზე ლამაზი მდინარეები, ყველაზე ლამაზი ხეობები და ასე გამოხვედი შენ. აი მას გეტყვი მამაშენის მაგვირად შემო. ია, თქვით. მადლობთ რომ მომეცით სიტყვა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და საოპერო ხელოვნება, თუმცა ეს არის ცნობილი კომპოზიტორის, ვიცით, დალას დაწერილია 86 წელს და ძალიან რთული და ძალიან ფაქიზი არია, იმიტომ რომ არ არის საოპერო, ისეთმა დიდმა მომღერლებმა შეასრულებს და როდესაც ამას ეჭიდები, უნდა იყოს ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში და შენ ეს გააკეთე, ნინო, შენ ჩემთვის ცოტა პატარა ხმა, მაგრამ საოცრად ღვთაებრივად მღერი, მიკროფონი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ საომალოდ ალბათ მიკროფონის გარეშე შეიმღერებ შენ, როდესაც სცენაზე დადგები, ой საოპერო სცენაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგები, შენ ხარ ძალიან ლამაზი ქალი და შენ გაქვს ძალიან დიდი მომავალი და მე პირადად უკვე პირველად ვამბობ, ძალიან მინდა რომ შენ ფინალში გიხილო. რუსკა, თქვენ გითხარით რამე? მე ბევრს არ ვილაპარაკებ, გეტყვი იმას, რომ შენ ხარ დაბადებული სცენისთვის, შენ უნდა იდგე სულ სცენაზე და სულ ესე არაჩვეულებრივად მღეროდე. როგორც თავად შენ. მე ამღერი. კიდევ ერთხელ ვახსენებ სიტყვა სახიფათოს, მე ვფიქრობ რომ სახიფათო რეპერტუარი შეარჩიე, ვინერვიულე რომ დაიწყე და მე მგონი შენ რომ მღეროდი, მე სულ ნერვიულობდი, მე მგონი კი არა და ნერვიულობდი. ყველაზე მეტად გამეხარდა რომ არ იყვირე იქ სადაც ყვირიან როგორც წესი მაქსიმღერის დროს. ძალიან სწორი შენი. ძალიან გამეხარდა და პირველად რო არ იყვირე ამოვისუნთქე მივხვდი რომ აქ ყველაფერი კარგად არის. შენ ზუსტად იცოდი როგორ უნდა გემღერა ეს სიმღერა. ხარ ძალიან მაგარი გოგო, ანათებ. და აი რაღაცა შინაგანი გაქვს, რაც ამ სცენას უხდება. მართლა ეს სცენაზე უნდა იდგე. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მიმართავ, დარწმუნებული ვარ თქვენს ასევე ფიქრობ და ამიტომ აიღეთ ეხლავე მობილური ტელეფონები, დაურეკეთ ნომერზე 09300 300 და გამოსილო სცენიდან. უხარი აპლოდისმენტები. და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი 500 ლარამდე კრედიტი შეგიძლიათ აიღოთ 0%-ად. ეხლა გადავინაცვლოთ კრედიტონის ოთახში, სადაც ლიკა ქორქია იმყოფება სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. ლიკა რა ხდება და ვინ არიან მან? გესმით ალბათ შეძახილებით და ხედავთ კრედიტონის ოთახში ამ ფერად პლაკატებს. ეს ადამიანები გულშემატკივრობენ უმშვენიერეს ევა შიანოვას და გენადი კაჩენკო პაპიშს. მათ თავიანთი ქვეყნიდან გულშემატკივარი არ ჩამოყოლიათ, ხოლო ეს ადამიანები მათ არშაული გულშემატკივრები არიან. მათ ნახეს ნიჭიერი მოიწონეს და გადაწყვიტეს, რომ ხარი დაიჭირათ გენადისთვის და ევასთვის, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში წარსდგებიან თქვენ წინაშე. სხვათა შორის ევას გულშემატკივრებში ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ და მათ შორის მეც. ჩვენ ცოტა ხანში კრედიტონის ოთახიდან დაგებრუნდებით ყველა კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად. დიდი მადლობა ლიკა, დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება და კიდევ იმასაც შევახსენებ, რომ თქვენ რეკლამის განმავლობაში შეგიძლიათ შემოხვიდეთ iMovies-ის ინტერნეტ ოთახში და ნახოთ ინტერვიუები ჩვენს კონკურსანტებთან. ეს კი ძალიან ადვილია, უნდა შეხვიდეთ iMovies-ში და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ხოლო ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დროებით. რეკლამის შემდეგ. ყველაზე სექსუალური მოცეკვავე ევა. ოქროს ღილაკის მფლობელი გენადი კაჩენკო-პაპი. ყველაზე მთავარი, რას გადაწყვეტს მაყურებელი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ მოხდება ნიჭიერის გრანდიოზულ ფინალში? ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარმდგენია ზედაზენი. რავანიგო. ხოლო გენერალური სპონსორია ბარამბო ტკბილი და მრავალფეროვანი. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახელებს ჩვენი წარმდგენი ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ეს წესები ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რეკავენ თავის ფავორიტებთან, მაგრამ გიორგი, მე არასდროს მეგონა, რომ ნიკა გრიგოლიასი ოდესმე შემშურდებოდა. არ მითხრა რომ ეხლა ის არის
ნიკა, შეგიძლია ულაპარაკოდ გამოუშვა ჩვენთან ეგ ჰაება. აი ასე. ვანიკო, არ ვიცი ხო შენ შურს ჩემი თუ როგორ ახარ, მაგრამ მე და ევა სხვათა შორის საკმაოდ რო გქონდა რეკლამის დროსაც რომ აქ გვესაუბრა გვეჭუკჭუკა ერთად. მაპატი ევა ჩაგეხუტებოდი, მაგრამ ხელები სულ ფქვილში მაქვს. მოკლედ ერთ რაღაცაში შევწდი ოღონდ. მთელი ღამე ვეხმარებოდი ფქვილის გაცრაში და ერთი ტომარა ფქვილი მაქვს გაცრილი. თუმცა აღმოჩნდა რომ ევას ფქვილი არ დაჭირდება დღეს და ის სულ სხვა საოცრებას შემოგთავაზებს სცენაზე. Эва, а вот что вы сегодня нам приготовили, можете сказать? Давайте еще чуть-чуть сохраним это в тайне. Ох, ესეთი таинственная Эва, მოემართება თქვენთან სცენაზე, მე კი სრულიად საქართველოს მამრებს ყველას მოგიწოდებთ, არ დაგჭირდებათ ჩემი მოწოდება, მაგრამ უნდა გააკეთოთ ეს რაღაც. 093000307 ამ ნომერზე უნდა დარეკოთ აუცილებლად ყველამ, ჩემს მაგივრადაც უნდა დარეკოთ, თუ გსურთ ევას მშვენიერებით ნახვა ფინალშიც. მე იქამდე გამოვაცილებ სცენაზე ევას და გავაგრძელებ ქვილის გაცრას, რა თქმა უნდა. იქამდე ვიდეოც უნდა ვნახოთ აუცილებლად. Вы абсолютно точно радиоактивны. Абсолютно точно. Eva, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. Я рождена была учить грузинский. Меня всегда привлекала Грузия. Я могу вам показать редкие вина, такие, которые не везде они продаются. Можно сказать и пошутить, что эта женщина красит губы на неделю. Очень приятно встретили, очень отзывчивые, дружелюбные люди, светлые, открытые, это очень важно. А вы говорите по-русски? Конечно. Какая самая вкусная? Все вкусные готовятся. Есть виноградник, Катикели, есть Изабелла, есть Одесса. Я есть хочу. Посмотреть такую интересную страну с богатейшей культурой, то я думаю, это лучшее решение, которое я могла принять. Eva Shanova. I look and stare so deep in your eyes. I touch on you more and more every time. When you leave, I'm begging you not to go. Call your name 2-3 times in a row. Such a funny thing for me to try to explain how I'm feeling, and my pride is the one to blame. Yeah. 'Cause I know I don't understand just how your love can do what no one else can. Got me looking so crazy right now. Your love got me looking so crazy right now. Got me looking so crazy right now. Your touch got me looking so crazy right now. Got me hoping you praise me right now. Got me hoping you save me right now. Looking so crazy, your love got me looking.
Bravo, bis. კიდევ გვინდა ეს ცეკვა. Bravo. გაწყობთ საბეჭდილების ქვეშ ხართ ჟიური და რუსკა. თუ შეიძლება შენ დაიწყო. სად ვარ? აქ მოგიწყო ბუმბულ რადიოაქტიური შოკი. გისმენთ რუსკა, თუ შეიძლება შევაფასოთ. ქართულად ვიტყვი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. Если можно, конечно. ევა, საოცარი გოგო ხართ, საოცარი გარეგნობის, საოცარი ტანის. არ მეგონა ნამდვილად იმ ქვილის შემდეგ რამე თუ გამაოცებდა, მაგრამ ნუ დღეს ამ ბუმბულებმა საერთოდ გამაოცა. Вы пластилин. Спасибо вам. Девочка каучук. Ჭოლა გისმენთ. Ева прекрасная. Я пою хвалу вашей красоте, но тем более это меня удивляет. Такие красавицы, как вы, как правило, они не профессиональные. Они только надеются на свою красоту. А вы прекрасно владеете своим мастерством. Красивая и блондинка. Ну, да это... Ребята, попробуйте, она из каучука или настоящая? Она настоящая. Настоящая. Спасибо. ქართულად უნდა ვილაპარაკოთ როგორც წესია. ევა, ძალიან ლამაზი ხარ, სასწაული რაღაცებს აკეთებ, მაგრამ ერჩვენა ესე ცომი მოეძილა ხაჭაპურის, იმიტომ რომ აი თელი დარბაზი ბუმბულებს იჭერს, მაგრამ ესეც ერთგვარი შოუა. არ ვიცი, შენ ის მთელი მამაკაცების გული. ყველა ლამაზი ქალი ხაჭაპურის მოსასწრებლად როგორ გინდა რომ არა, ქალმა უნდა იცოდეს კარგი ხაჭაპურის გაკეთება. და ევას ასაკი, მე ვიცი. ნანუკაზე კარგად მაინც ვერ ვაკეთებ ხაჭაპურს მე მგონი. ნანუკას გამოდის არაჩვეულები. დავაგემოვნებთ და შევაფასებთ მე. მადლობა ია. შენი მამაკაცების გული დაიფრე. ჯერ ბუმბულებისგან გავთავისუფლ, დედა. დიდი მადლობა ია. დიდი მადლობა ჟიურის მე მივმართავ მაყურებელს. კი ბატონო, გითხარით დიახ. ეგრე შეუძლებელი იქნებოდა. Ева, это, конечно, была пленительно. Пленительно и очень красиво. Ева ძალიან ლამაზი ქალია, მაგრამ ეს არ იყო ამ ნომერში მთავარი ჩემი აზრით. ევა ძალიან კარგად ცეკვავს. ძალიან კარგად და გონია რომ ეს ნომერი ნამდვილად ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. მადლობა ჟიურის მე ხვეწნით მივმართავ ჩვენს მაყურებელს რომ აუცილებლად უნდა დაგვიტოვოთ ეს გოგონა ეს ღვთაება ფინალში, ამიტომ ეხლა ვეღეთ მობილური ტელეფონები და დარეკეთ ნომერზე 0933307. არ გავაცილოთ გიორგიევა. გიორგიევა გავაცილოთ. შეგიძლია წახვიდე. ქუხარი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ევა შიანოვა. მე აქვე მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა გადაუხადო ნატალი ჯგუფს, რუსთავიორის დიდი ხნის პარტნიორს, რომელიც 20 წელია ჩვენს ირგვლივ ჰარმონიასა და სილამაზეს ქმნის. მადლობა. და გადავიდეთ ნიკასთან ბარემოსოთაში. ნიკა გისმენთ? ვინ არის ვანიკო და შემდეგი? გიო. კაცი ლეგენდა, კაცი ოქროს ღილაკი არის ჩემთან ერთად და მოემართება ის სცენაზე. სხვათა შორის მე ია მინდა გავაფრთხილო რომ მოამზადოს წრემლები არანაკლებ საოცარი სანახაობა გველოდება წინ. ჩვენ აუცილებლად გავალთ კოსმოსში, შემოვუფრენთ დედამიწას გარშემო და ისევ დავეშვებით ნიჭიერის სცენაზე. ასე რომ მე უნდა გითხრათ ნომერი 093330308. აუცილებლად უნდა დარეკოთ ამ ნომერზე თუ გსურთ ამ გენიალური ადამიანის ნახვა ფინალშიც. მოკლედ სამყარო არ გვაპატიებს თუ ჩვენ არ დაურეკავთ გენადის. ის მოემართება თქვენთან სცენაზე მორიგი საოცრების მოსაწყობად. იქამდე კი ჩვენ ვნახოთ ვიდეო. La mia cucina la passa.
многих до сих пор загадка, каким образом я извлекаю эти звуки. Просто иногда отключаешься. Звуки сами звучат. Вот сейчас такой звук, потом другой, и каждый раз по-разному. Вы знаете, я вам скажу честно, я сам еще толком не разобрался, откуда эти звуки. Это не значит, что я дома сижу часами и пытаюсь работать над извлечением такого или иного звука. Я сам пока не разобрался, но, может быть, и не стоит разбираться, потому что это уже будет от ума. Это уже будет неправда. Всякая бывала реакция, но здесь я увидел, что происходило в зале, я увидел, что происходило с судьями, с жюри. Вот для меня это Грузия, ну, как родной дом. Правда, я не лукавлю. Сама природа, горы, воздух, люди – это дорогого стоит. Я хочу здесь бывать еще раз. Геннадий Ткаченко, Папин!
მეტყველების უნარი დავკარგე უკვე მეორედ, გიორგი. ფერზე დგას. ვიცი, ეხლა სცენაზე ვარ ჩვენ თუ სადა ვართ? ფერზე დგას ჩვენი ჟიური ნიკა, ია, რუსკა. მოდი ვკითხოთ აზრი. ია, გითხარით თუ შეიძლება შევაფასოთ გენაძი. Приветствую. Вы мой золотой гилаки. Знаете, что такое золотой гилаки? Золотой гилаки. Золотой гилаки. მე რუსულად ვერ გამოგცემი golden button. მოდი ქართულად გავიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიბადა ენიგმა. აი, თითქოს აჩქარებული კადრებით გაიარა დედამიწის ისტორიამ, ცივილიზაციებმა, ადამიანებმა, ერებმა, ომებმა, შერიგებამ, რელიგიურმა რიტუალებმა, ეს ყველაფერი ჩაატია ამ ადამიანმა ამ ყველაფერში და რა ვიცი, სასწაული, ბარაკა და სამსარა, ყველაფერი ერთად. ძალიან მაგარი კაცია გენადი და რა ვიცი, აი ეს თუ რამე არის ნიჭი, ეს არის ნიჭი. Спасибо, გენადი. მადლობა, რუსკა, გითხარით თქვენც. ეს ნიჭიერება არ არის. ეს არის არა ამ ქვეყნიური ნიჭიერება. Спасибо вам большое. Чола гисмент. Геннадий, я повторю, что большое спасибо вам. Но мне кажется, что самое главное у вас это ваши актерские качества, которые мне больше еще нравятся, чем вот это эзотерическое, магический ореол вокруг вас. Мне очень нравится драматургия, как вы выстроили это. Мне кажется, что это, в этом присутствует еще и ирония. И это мне очень нравится. Геннадий, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ძალიან ნიჭიერი. და ძალიან კარგი მსახიობი. მადლობა ჭოლა, ნანუკა თქვენ. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ცოცხლად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მე ტელევიზორში ვნახე, როდესაც აქედან წავედით. ამიტომ მე ვწუხვა, რომ მაყურებელს, რომელიც ახლა ტელეეკრანთან ზის, ეს სრულია ესე, როგორც ჩვენ ამას აღიქვავ და შევიგრძნობთ, ისე ისინი ვერ შეიგრძნობენ. სამწუხაროდ. მინდა მათ უთხრა, რომ ეს ცოცხლად ბევრად უფრო ეფექტური და შთამბეჭდავია და მე მართლა ვფიქრობ, რომ თუ არსებობს რაღაც მაგიური ამ ქვეყანაზე, ამ კაცში ეს არის. ხო, რაღაც ყველაფერი ერთად. მადლობა ნანუკა, ნიკა თქვენს მოგხარით. მე გონია რომ რუსკას დავეთანხმები, მართლა არ არის ეს უბრალოდ ნიჭიერება, საოცრება არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე მეორე ჯერზე. მე არაფერი მსგავსი მართალი გითხრათ არ მინახავს და მგონია რომ გენადის სახით ქართულმა ნიჭიერმა შეიძინა ძალიან სერიოზული მსოფლიო კლასის პერფორმანსი, როგორიც მე პირადად ამ სცენაზე არ მინახავს არც ერთ ვითარებაში. მადლობა ჟიურის, მე მივმართავ მაყურებელს, თუ გსურთ რომ ეს არა ამ ქვეყნიური როგორც ჟიურიმ თქვა, ნიჭიერება იხილოთ ფინალში, ეხლავე უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები, მაგთის, ბილაინის, ჯეოსელის აბონენტებმა დარეკოთ ნომერზე 09333338. და გავაცილოთ აპლოდისმენტებით გენადი ткаченко, папи! Спасибо! Спасибо, Геннадий! და გიო, სანამ ჩვენ ლიკასთან გადავინაცვლებდეთ, მე მინდა ვთქვა, მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენი პარტნიორია Zoom-ერი, ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ციფრული ტექნიკა შეიძინოთ Zoom-ერში. ჩვენი სპონსორია კრედიტონი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე. ხოლო პირველი სესხი 500 ლარამდე შეიძლება მიიღოთ 0%-ად. ახლა გადავინაცვლოთ ლიკასთან, სადაც კონკურსანტების გულშემატკივრები არიან. ლიკა რა? გიორგი ვანიკო, ვამე კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად დაგიბრუნდით კრედიტონის ოთახიდან. ისინი ძალიან ღელავენ, რადგან ახლოვდება დრო იმისა, რომ ჩვენ გავიგოთ თუ ვინ გადავა ნიჭიერის ნახევარფინალიდან ფინალში შესაბამისად. წარმატებას უსურვებთ ჩვენ კონკურსანტებს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც მათ გასამხნევებლად მოვიდნენ აქ. ლიკას, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ სულ მალე გავიგებთ ფინალისტის ვინაობას. მანამდე კი შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩვენი ყურება iMovies ინტერნეტ ოთახში. ეს ძალიან მარტივია, უნდა შეხვიეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება.
რეკლამის შემდეგ ყველაზე მთავარი რას გადაწყვეტს მაყურებელი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ მოხვდება ნიჭიერის გრანდიოზულ ფინალში? და ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებთ ჩვენი წარმდგენია ზედაზენი. აბარა! ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო, ტკბილი და მრავალფეროვანი. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს აირჩევს ჩვენი წარმდგენი ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი, რომ ფინალში მოხვდეს. ძალიან ცოტა დრო რჩება ზარების შეწყვეტამდე, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო და მიეცით ხმა, დაურეკეთ თქვენს რჩეულებს აუცილებლად ეხლავე. მე მესმის რომ ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში. नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा खाने फुकट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा दीवार मो दीवार मेरी नसबाक्षी Oreti magotsimine magyuyuna tuarisi Digi batuşef Jari gotsini magotuşef Digi gamaşef Şermoğli mamaşef Hey halalonda Hey halal ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 8-დან მხოლოდ 2 გადავა ფინალში, სამწუხაროდ დანარჩენებისთვის ნიჭიერი დასრულდება. იაქტიურეთ, აუცილებლად დაურეკეთ თქვენს რჩეულებს, რომ არ დაგწდეთ მერე გული, იცოდეთ, რომ თქვენი ფავორიტის ბედი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხელშია. გამოიყენეთ ეს დრო, დაურეკეთ მათ. 8-ვე კონკურსანტი სცენაზეა და ყველანი ერთად ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას. და ესენი არიან ჯიმი ზარიძე, ანსამბლი ოდილა, სვეგერს,
გიორგი და მეგი. ტრანსფულის მოსიარულე დრამელები. ნინო წულაია. ება შიანოვა. გენადი ткаченко ბაბი. ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არის დრო იმისათვის, რომ თქვენ მისცეთ თქვენ შოუს ხმა. დარჩა სულ რაღაც 45 წამი. გამოიყენეთ ეს დრო და წამზომი ჩაირთო. და ხმის მიცემა შეწყდა. სულ რაღაც წამები რჩება და ჩვენ გავიგებთ პირველი ფინალისტის ვინაობას, რომელიც თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ. ეს დრო ჩვენი კონკურსანტებისთვის ალბათ საუკუნეს უდრის. ჩვენ ყველანი მაყურებელის და ჟიურიც ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხმა აირჩია ერთი ფინალისტი და ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ. საერთო ხმების 43.6% მიიღო და ფინალში გადადის მეგი და გიორგი. ჩვენ ყავს პირველი ფინალისტი და ეს თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ. დიდი მადლობა მეგი და გიორგი. გილოცავთ მეგობრებო, თქვენ ხართ მაყურებლის რჩეული, ძალიან მაგარია. მაყურებლის რჩეულს კი როგორც იცით, ის პოინტი გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს, თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ და იშოპინგოთ. ესეც და ასე. ახლა როგორც ვიცი, მოვიდა ჟიურის ჯერი, ხო მონიკა? კი ბატონო, როგორც იცით, ნიჭიერის წესების თანახმად, ჟიური უნდა დაასახელოს თავისი ფავორიტი, ეს რთული გადაწყვეტილებაა მესმის, მაგრამ ნიკა გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი რჩეული. ვიდრე რჩეულს დავასახელებდე, ულოცავ მეგის და გიორგის ფინალში ღირსეულად გადასვლას. ნამდვილად საოცრება შემოგთავაზე, ჩემამდე უბრალოდ არ დადის ის, როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა ეს გააკეთონ. დღევანდელი კონცერტი იყო ნამდვილად გამორჩეული, ძალიან მაგარი შოუ, სულ რო არ იყოს ეს კონკურსი და იყოს უბრალოდ კონცერტი, იქნებოდა არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ყველაფერი ვნახეთ, რაც კი შეიძლებოდა. განსხვავებული, არც ერთი ნომერი მეორეს არ გავდა და მინდა ქართულ მაყურებელს მადლობა გადაუხადო რთული არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს, მაგრამ სწორი არჩევანისთვის. არანაკლებ რთული იყო ჩვენი არჩევანიც, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი კონკურსანტი იმსახურებდა ჟიურისგან იმას, რომ ფინალში გადაეყვანა. თუმცა ჩვენი არჩევანი მხოლოდ შეიძლება ერთ კონკურსანტზე შეჩერდეს სამწუხაროდ, მაგრამ ასეთია კონკურსის წესები. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და შემდეგ ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადადის. დავაცადოთ ჟიურის თუ შეიძლება. შემდეგ ტურში უკაცრავად სიჩუმე თუ შეიძლება. შემდეგ ტურში ჟიურის არჩევანით გადადის ნინო წულაია. ნინო წულაია! მოდი ჩვენთან. მოგწანდით ჩვენთან, მოგწანდით. ჟიურის გადაწყვეტილებით. მაშ ასე მეგობრებო, ჟიურის რჩეული გახდა ნინო წულაია, ხოლო ხალხის რჩეული მეგი და გიორგი. გილოცავთ მეგობრებო. და
და ეხლა ჩვენი წარმდგენი ზედაზენი დაასახელებს კიდევ ერთ კონკურსს, ვისაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ყოველ კვირას თითო კანდიდატი დასახელდება და მათ მიეცემათ 24 საათი უпроსტად თქვენ, რომ Facebook-ის საშუალებით მისცეთ მას ხმა და ბოლოს 12 საათი ყველასთვის საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად. და ზედაზენის რჩეული გახდა, ვისაც მიეცა შანსი ჯგუფი Swagger! დილოცად გოგოებო, დილოცად, მას შანსი მეგობრებო, ზედაზენის რჩეული და დამატებითი შანსი მიეცა ჯგუფ Swagger-ს, ხოლო ნინო გიორგი და მეგი უკვე ფინალში არიან, სადაც ეკნებათ რეალური შანსი რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. შემდეგ ორშაბათს ჩვენ კიდევ ორ ფინალის გამოვავლენთ. ძალიან მალე ნიჭიერი უფრო მაგარი სანახაობით, უფრო გრანდიოზული შოუთი დაბრუნდება. შემდეგ ორშაბათამდე